გამარჯობა, დღეს 13 მარტია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1973 წლის 13 მარტს დაიბადა სურინამული წარმოშობის ნიდერლანდელი ფეხბურთელი ედგარ დავიდსი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის აიაქსი, მილანი, იუვენტუსი, ბარსელონა, ინტერი და ტოტენჰემი. ის ასევე იყო ცნობილი იმითაც, რომ ფეხბურთს თამაშობდა სათვალეებით, რომელსაც გლაუკომის გამო იყენებდა. 1990 წლის 13 მარტს დაიბადა კანადელი ძიუდოისტი ანტუან ვალუა ფორტიე. 1991 წლის 13 მარტს დაიბადა შოტლანდიელი სნუკერისტი სტივენ მაგვაიერი. 1960 წლის 13 მარტს დაიბადა ირლანდიელი ბას-გიტარისტი ჯგუფ U2-ს წევრი ადამ კლეიტონი. 1994 წლის 13 მარტს დაიბადა ესპანელი ფეხბურთელი ჟერარდ დეოლოფეუ. 1942 წლის 13 მარტს დაიბადა ამერიკელი მომღერალი და მუსიკოსი სკეტმენ ჯონი. 1913 წლის 13 მარტს დაიბადა რუსი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, საზოგადო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის ჰიმნების ტექსტების ავტორი, რუსეთის ფედერაციის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე სერგეი მიხალკოვი. 2004 წლის 13 მარტს დაიბადა ამერიკელი ჩოგბურთელი კოკო გაუფი. ის 2019 წელს გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც მოიგო WTA ტურნირი 15 წლის ასაკში. 1998 წლის 13 მარტს დაიბადა ამერიკელი რეპერი, მომღერალი და სიმღერების ავტორი ჯეკ ჰარლოუ. 1894 წლის 13 მარტს დაიბადა ქართველი მხატვარი, მწერალი და პუბლიცისტი ბენო გორდეზიანი. ის ცნობილია როგორც ქართული ფუტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. მისი ნამუშევრები ინახება ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ბენო გორდეზიანი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული ფუტურისტული მოძრაობის განვითარებაში და მისი ნამუშევრები დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.